რადიო. მოგესალმებით საზოგადოებრივი რადიოა ტალღაზე FM 102 და 4 10 საათი და 10 წუთია და უახლოესი 45 წუთი ვიქნებით ამავე ტალღაზე ერთად ჩვენ გადაცემის დღევანდელი წამყვანები ეკა ტალახაძე და ივანი ჯაფარიძე ჩვენი სტუმარი და ჩვენი მსმენელი. ბატონო მოგესალმებით. მოგესალმებით. დღეს გამორჩეულად და განსაკუთრებულად მოგესალმებით. არც თქვენი ნება გავამხილო თუ არ გავამხილო გადაცემა არ ჩაგოშალოს და სტუმარი დაგვეჯაგროს. გამხელილი გახდა. აი მოდით აქვე დიდი სიამოვნებით და განსაკუთრებულად მოგესალმებით დღეს, იმიტომ რომ მე მახსოვს ერთი ძალიან კარგი თარიღი ამ სტუდიაში, როდესაც თქვენ 70 წელი შეგისრულდათ და ესეთ სპონტანურად შევიკრიბეთ მთელი რადიო. მართალია გადაცემა ერთგვარად დავგეგმეთ კიდეც თქვენთან შესახვედრად, მაგრამ მე უკვე MTG-ს მიღმა როგორ ნელ-ნელა მთელი. არა, სიურპრიზებით იყო სავსე. კი, ყველა რომ თავს იყრიდა აქ თქვენთან შესახვედრად, ამდენად გილოცავთ. დაბადების დღე მინდა მოგილოცოთ. ევროპიდან და ამერიკიდანაც არ მოგვკლებია მაშინთან. არ მოგვაკლდება, არც დღეს არ მოგვაკლდება ეჭვმოქვს ამდენად ჩვენი სტუმარი. სტუმარი არ დაგვეჩაგროს და შემოგზადოს ამისად, რომ იქნება თავდასხმა კეთილი. დიდი მადლობა. გაგებით ამ სიტყვისა. 240-91-92 ან 240-92-92 ეს რაც ეხებოდა კეთილ განწყობას ჩემი უფროსი მეგობრისა და კოლეგისადმი დღევანდელი დღის გამო, თუმცა რა თქმა უნდა მას შემდეგ რაც ჩვენ სტუმარს წარმოგიდგენთ და ჩვენ დღევანდელი საუბრის თემას და კარგას შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვირეკოთ. აქვე შეგახსენებთ, რომ არის ასეთი საიტი მისამართით რადიო 1.წერტილიჯი, რომელიც საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ ვისმინოთ, არამედ ვუყუროთ კიდეც ამ შეხვედრებს ამ სტუდიაში. ხაზის რადიო. ოთხშაბათი. ვისაუბრებს წარსულისა და აწმყოს სულიერ კავშირებზე, კულტურასა და ხელოვნებაზე, წერლობაზე, პოეზიაზე, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებზე, ძველ ტაძრებსა თუ ციხესიმაგრეებზე, ნიჭიერ გამრჯი ადამიანებზე. ივანე ჯაფარიძე. ხაზის რადიო. სტუმარს წარუადგენთ, მსმენელი გვეხმიანება, მაქვს ეჭვი რატომაც, მაგრამ მაინც მოვისმინოთ მას. ალო. მოგესალმებით ბატონო. გამარჯობა დილამშვიდობი ხალბატონო ეკა. გამარჯობა. მინდა ბატონო ვანოს მიულოცო დაბადების დღე. დღეს არის 22 თებერვალი და მისი დაბადების დღეა. სულ ჩადაგულით ბატონო ვანო. დიდი მადლობა. ისურებ ჯანმრთელობას, ღირსებას, აი სუფრასთან სიყვარული და სიხარული რო გაგაჩნია. ღმერთმა არ მოგაკლოს. თქვენი პატივის მცემელი ოთარ გეგნაველით. იცოცხლეთ ბატონო, დიდი მადლობა. და თქვენ ერთად კარგად გამყოფოთ და ბედნიერად. ბატონო ნება მომეცით ჩვენი დღევანდელი სტუმარი წარმოადგინოთ ცოტა ორიგინალურად. ეხლა მე ჩვენს კოლეგებს მინდა ვთხოვოთ მოვიშველიოთ საშუალება იმისა, რომ შეგვიძლია ვიდეო კადრებიც ვაჩვენოთ ჩვენი გადაცემის მსვლელობისას მსმენელს და მაყურებელს ამ შემთხვევაში. ერთი ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელი ფილმიდან ფრაგმენტი მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც აბსოლუტურად პირდაპირ კავშირშია ჩვენს დღევანდელ სტუმართან და თუ რატომ მე განმარტების სახით მოვისმენთ, მანამდე კი განწყობილება ასე შევიქმნათ კადრი ფილმიდან მე ვებია ერიკო და ილარიონი. ჩემი შვილი დოქტორი უნდა გამენდეს. მოგუწი ათი და მოლაპატრონობანი. ემქვა იურისტობა ჯობია. ვერსალთა ჩვენი მოსამართლე
ვიცი ჩვენი სტუმრის ოჯახში დაობდნენ თუ არა ასე დოქტორი უნდა გამოსულიყო თუ იურისტი თუ მუსიკოსი დავამატებდი მაგრამ ფაქტია რომ აი ეს ფილმი შემთხვევით არ მომიყვანია მაგალითად იმიტომ რომ ბევრი მაქვს ამ ადამიანზე მოსმენილი და ისიც ვიცი რომ არც დუმბაძია მისთვის უცხო და უცხო კი არა და მგონი საერთოდაც პირველი წიგნი იყო ესე რაღაც პარალელი შეიძლება გავავლოთ ახლა მაშინ მოგესალმებით ძირფას რადიოსელებო წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს ირაკლი ხმალაძე გახლავთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი მედიკოსი პროფესორი ევროპის ღვიძლის შემსწავლელი მეცნიერებათა ასოციაციის ნამდვილი წევრი ამერიკაკავშირის ექიმთა ლიგის გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი არაჩვეულებრივი პიროვნება და გარდა ექიმობისა მე მაინც მინდა ვთქვა რომ ხშირად ვამბობ ხოლმე მე გადაცემებში საზოგადოებრივად რომ სადღაც დაიკარგა ოჯახიშვილობის ფენომენი აღარავინ აღარ ახსენებს იმიტომ რომ იმდენი ბოგანო მომრავლდა ამ ქვეყნად რომ ოჯახიშვილობა არც აინტერესებს მათ მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ძვირფასია იმიტომ რომ მე ვიცნობ ბატონი ირაკლის ოჯახს მის წინაპრებს ბებია ბებიები ბაბუები შეიძლება ასე ვთქვათ რომლებმაც ქართულ კულტურას ქართულ ხელოვნებას ძალიან დიდი კვალი დაამჩნიეს და მარტო ის რომ მისი ბაბუა მამის მხრიდან ვასილ ხმალაძე იყო სარაჯოშის სახელობის კონსერვატორიის პროფესორი წლების მანძილზე ვოკალური ფაკულტეტის დეკანი და კათედრის გამგე ბებიაც ამავე კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტის დოცენტი ქალბატონი ანეტა ბადრიძე და ქალბატონი ანეტას ძმები იყვნენ სოფლიოში ცნობილი მომღერალი ბატონი დავით ბადრიძე რომელიც თბილისის ოპერისა და დიდი თეატრის ოპერის მომღერალი იყო გარდა ამისა ის დიდხანს კაიროში მუშაობდა და იქაც სკოლა შექმნა შეიძლება ასე ვთქვათ ოპერა ფაქტობრივად და როგორ შემიძლია არ ვახსენო კოწო ბადრიძე თუ კი ვინმე მსახიობი იყო 70-ან 80-ან წლებამდე ყველა მისი გაზრდილია სასცენო მოძრაობის კათედრის დამაარსებელი, ერთ-ერთი დამაარსებელი თეატრალური ინსტიტუტის, თეატრალური უნივერსიტეტი როგორც ქვია ახლა. და აი ამ გარემოში გაზრდილი ადამიანისთვის ბუნებრივია ახლა მუსიკაც, ხელოვნებაც, სიმღერაც თავად ირაკლი შესანიშნავად მღეროდა, მას გაკვეთილებით ჰქონდა დიდ მაესტროსთან ბატონ ნოდარანდულაძესთან და თითქოს ისახებოდა გზა რომ უნდა წასულიყო ამ ხელოვნების გზით, მაგრამ ზური კელასი არ იყო. ზუსტად ესეთი ჭუბი იყო ჩვენ ოჯახში, ხო მე მარტო ვიყავ, მე ექიმობა მაინც გადაძლია ამან და აი მედიცინაშიც თავის კვალი აქვს ძმას და თავის საქმე აქვს და ძალიან ისე თქვენ ოჯახი დიდი მოთხოვნილება ირაკლიზე სადაც არ უნდა იყოს ყველა მაგასთან გავბივართ როცა რაღაც გაბიჭირდება ესე ოჯახის კულტურა ახსენეთ ბატონო და აი ეს ფრაგმენტიც რომელიც ახლა ჩვენ მოვიშველიეთ არა მხოლოდ ოჯახი სწორედ რომ ბატონ ირაკლისთან მე მგონი იმ ურთიერთობებზეც მოგვიწევს ლაპარაკი ოჯახად ქცეულ ადამიანებს რომ შემოიკრებს ხოლმე მე ზუსტად რომ ასეთი კულტურა გარშემო ვფიქრობ მართლაც საინტერესო ამბების მოსმენა გველოდება მიუხედავად იმისა რომ ჩვენი მსმენელი უკვე კარგად იცნობს ბატონ ირაკლის პროფესიული ნიშნით სამედიცინო გადაცემებში და ერთი შეხვედრა უნდა აღნიშნოთ ცოტა ხნის წინ იგივე თქვენთან ბატონო საგანძურში თუმცა აი ამ გადაცემის მოსმენის შემდეგ ნამდვილად დარჩებოდა მსმენელსაც გარკვეულწილად უკმარისობის გრძნობა იმდენად რამდენადაც ძალიან მედიცინაზე არაფერი გითხოვს რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ ხომ ცალკე რომ აიღო თითო გადაცემის თემად გამოდგება არა თუ მათზე ასე კრებითად მოსმენა და საუბარი მართლა ასე იყო ბატონო ირაკლი ჩვენ ასე კეთილგანწყობით დავიწყეთ და ღიმილით ჩვენი ეთერი მაგრამ რამ გადაგაწყვეტინათ მაინც მედიცინა აგერ ბატონო მუსიკის კორიფეებში გაზრდილ ადამიანს საქმე რაშია იცით ჯერ უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა იმისათვის რომ მომიწვიეთ და მომეცით საშუალება კიდევ ერთხელ ვესაუბროთ ჩვენს მსმენელს და განსაკუთრებული სიყვარულით ოფერებით
სიამაყით მოგილოცოთ ბატონო, დღევანდელი დღე და იმედია ექიმი იმიტომ არ მოიწვიეთ, რომ ასაკით აგეტყოთ უკვე. თორე არამდლად არაფერი არ გეტყობათ. ნამდვილად არაფერი არ გეტყობათ და მე იმედია, რომ არასდროს არ დაგჭირდებით როგორც პროფესიონალი ოჯახში და ახლა დანარჩენი ხათ მოწვევის თვალსაზრისით კი ბატონო. ორმესი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს, მაყურებელსაც იმედია და გეტყვით ერთ რამეს, რომ იცით ძალიან ძნელია ვთქვა, რატომ მინდოდა მედიცინა, თავიდან მინდოდა და სიმართლე გითხრათ, მუსიკის სწავლა ალბათ ვისაც გაუვლია ეს პერიოდი, ძალიან განსაკუთრებული ნიჭის პატრონებს და მოთხოვნილება თუ არა გაქვს. ხა მიყვარდა დაკვრა სიმღერა მეგობრებში, ახლობლებში, მაგრამ ის რომ 12 საათი მე მეკვრა, გამურიცხული, სხვანაირი ტიპაჟი გახდით. და ამიტომაც ეს სიძულვილი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ ძალიან ვიღლებოდი და არ შემეძლო 6 საათი, 7 საათი. მით უმეტეს ოჯახში ყველა მუსიკოსი, ყველა თავზე მედგა, ხელებში მირტყავდნენ, თან საქმე რაში მეზარებოდა ხოლმე, ნოტებიდან დაკვრა ხოლმე და სმენით ვარჩევდი ხოლმე. აი, ლუნა სონატა, როგორც ცნობილი მთვარის სონატა, მაქვს სმენით გარჩევილი და სულ ხელებში მირტყავდა მასწავლებელი, რასაკეთებდა. ხო და ამიტომ რაღაცა ის გზნობა არ მქონდა, რომ ეს ჩემი იყო. და მოგეხსენებათ, კონსერვატორიაში გამოცდები უფრო ადრე არის, ვიდრე სამედიცინოში და იყო ესეთი აზრი, რომ ორივეგან მესწავლა, მაგრამ მე ეს არ მოვინდომე, გამოვიტანე საბუთები და ჩუმად შევიტანე სამედიცინოზე და მე უკვე ასე ვთქვათ, გავყვევი მედიცინაზე. და დანებდა ოჯახი ბუნებრივია. ნუ იცით რა არის, დღეს ყველა მადლობელია ძალიან, იცით, მაინც მედიცინა ისეთი რაღაცა, იცით, უნდა გიყვარდეს როგორც მედიცინა, ნებისმიერი პროფესია აუცილებელია რომ გიყვარდეს და პროფესიონალიზმის გარშე უბრალო ხელოსანიც კი ვერ ივარკებს, მოგეხსენებათ. და როდესაც ადამიანის სიცოცხლე გიჭირავს ხელში, აქ პირადი ცხოვრება, მე არ დამავიწყდება ვახტანგ ბოჭორიშვილი სიტყვები, რომელმაც რო გაიგო, რომ მე ექიმობას ვაპირებდი, ბაბუას მეგობარი იყო სხვათა შორის და ეს რაღაცა მითხრა русულად ვიტყვი პაპატიეთ ესე როგორც молодой человек, вы будете или хорошим врачом, или хорошим мужем. ესე მითხრა. იცით, მართალიც არის ალბათ, იმიტომ რომ ნამდვილად დრო გაის ოჯახთან ყოფნის დრო ძალიან შემემცირდა. რა თქმა უნდა, მე არაფერს არ ვაკლებ, ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ყველა მიციან, რომ შეიძლება დღეს არ მოვიდე. ან ღამე ამაყენ უნდა გავიქცე, ხო? იმიტომ რომ ესეა ეს ცხოვრება მოწყობილი და როდესაც ისიც ყველასთვის არის ექიმობა ძალიან მოდური, ძალიან ყველას მოწონს, რომ ექიმს აფასებენ და ისა, მაგრამ ამის უკან რა დგას, ძალიან ხშირად ის ავიწყდებათ ხოლმე და ამიტომაც ცოტა ბევრი უნდა დათმო კიდევაც, ხო. აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ყოველთვის. ბატონო ირაკლი, ერთი მსმენელი გველოდება მოусმენოთ და დაუბრუნდეთ. ალო? გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმებით, ქალბატონო ეკა. მოგესალმებით ბატონოვანო, გილოცავთ დაბადების დღეს. ეცოცხლეთ, დიდი მადლობა. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს ბატონო ირაკლი. დიახ. ავალი წლის წინ სიღნაღის რაიონში ქირურგად მუშაობდა ხმალაძე და თქვენი თუ არის ეს ხმალაძე? ერთი ხმალაძე ვიცი, ნოდარ ხმალაძე, ბატონი ნოდარი, რომელიც მე არ ვიცი სიღნაღში თუ მუშაობდა, მაგრამ თბილისში გახლდათ ის ქირურგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ძალიან კარგი ქირურგი, სხვა შორდა კარგი პიროვნება. და სიღნაღში ხმალაძეები არიან, როგორც ვიცი, სხვა შორის უცნაურია, წარმოშობით ისინი უფრო ქართლიდან არიან, მესხეთ-ჯავახეთიდან, მაგრამ რატომღაც კახეთში ძალიან ასე ვთქვათ, სიამოვნებით მე უკვე გადმოსახლდნენ. კიდევ ერთი მსმენელი ყავს, ალო? ალო. მოგესალმებით ბატონო. გამარჯობათ. ბატონო ვანო იგორ ჩეიძე მოგესალმებით. მოგესალმებით. სერგო ბარნიანის ხსოვნის ალპინისტების, ხერგიანების უყველას პატივისცემით. რა მინდა გითხრათ, იცი ბატონო ვანო? დიახ. ილოცავთ დაბადების დღეს, ღმერთი იყო თქვენი ფარველი. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. აგერ ექიმიც aqავს და მანდილოსანიც და კარგი ამპლუაში ხარ და მე რა მინდა უთხრა, იცი, აი ამ შენ კოლეგებს და საქართველოს რომ ვანო ჯაფარიძე იცით როგორი კაცია. აი მაგალითად მე ასე ვფიქრობ, აი წყლით კი არ უნდა დაიბანო, წყალს უნდა ეზიარო. ღვინო კი არ უნდა დაალიო, ღვინოს უნდა ეზიარო და ვანო ჯაფარიძე ისეთი კაცია, რომ თელ საქართველოს გვაზიარა.
ღირსებას, კაცობას, უღალატობას და ქართველობას. მეთმა გაგახაროთ. დიდი მადლობა. ტალღაზეფემ ასორი და თქვენია. სხვადასხვა უნდა ვთქვა, რომ ბატონი ივანო არის ძალიან ცუდი პაციენტი. აბა როგორ? გაუჯერებელი. არენდობა არავის არ დადის ერთი და თუ რამეს დაუნიშნა ნუ აი ტანჯვა წამებით უნდა დაალევინო და გაუკეთო და ნუ ძალიან რთული მოსავლელია ასე ვთქვათ ხო არ ჭირდება ექიმო არა უკვე იმდენად ეშინია ექიმების რომ აღარ ხდება ავად და ღმერთმა კარგად განყო კიდევ ერთი მსმენელი ალო მოგესალმებით გამარჯობა სამყაროს ხარჯული ადამიანებს მე სამები ჩემ კოლეგას პირაკლი დიდებული პიროვნება პირადად მე ვიცნობ როგორც კარგი ექიმს მაგრამ მე მინდა დღეს განსაკუთრებით ბატონო ანოს მოვეფეროთ უდიდეს ქართულ მეცნიერის ისტორიკოს პროფესიონალს ბატონო ანო თქვენი ხვარი და დამსახურება ჩვენი ქვეყნის ისტორიასაც არის გამოსული ეს ოქროსასვები და შესული უკვე იქით საუკუნდელ მოის ჯამთელად ვიყავ თითქოს ცოცხლე დიდი მადლობა სუპერპეი ვახტანგი ვარ გაჩერჩილაძე გიცანით ბატონო ვახტანგ დიდი მადლობა იცოცხლეთ მადლობთ დიდი მადლობა და ჩვენ რადგან ახლა ამ რადიოში ვართ და საერთოდაც ამ რადიოს მთელი თავისი ისტორიით ტრადიციით ბევრი რამის გამო და ვუმადლოდეთ და ეს ყველაფერი ძალიან ახლოს არის ჩვენს დღევანდელ სტუმართანაც გარკვეულწილად მაინც მოდით ესეთი შერეული საუბარი გამოგვივა მაინც ბატონოვანი არა მე მაინც უნდა უთხრა რამდენიმე ეს ამაკ მომზადებული კითხვა ესე კი არ ვარ მომზადებელი არა რაცალეთ მომზადებლობას ვიწამებს ესე უნდა ვთქვათ რომ აი ირაკლის ყველაზე საჭირო სპეციალობა გააჩნია დღევანდელ ვითარებიდან გამომდინარე ამოწამულ ქვეყანაში კაცო რა შეიძლება მაინც ახლა ისმება საკითხი აი რა არის ყველაზე მთავარი ჯანმრთელობისთვის ვთქვათ აი პასუხი მაინტერესებს სპორტული ცხოვრება, ვარჯიში, მოგზაურობა, სუფთა აირზე ყოფნა, სწორი კვება თუ ყველაფერი ერთად ბატონო. მაინც თუ არის აქედან რომელიმე უფრო გამორჩეული. ქალბატონმა იკამ უკვე გაგცათ პასუხი. არა, მაგრამ მე მაინც ჩემსასაც დავამატებ, რომ მოდით მცირე მიმოხილვას გავაკეთებ, რომ საქართველოში ძალიან შეიცვალა ბოლო წლებში მდგომარეობა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ თქვენ არა მსმენელს, რომ ვარ გასტროენტეროლოგი, ანუ ექიმი, რომელიც მკურნალობს კუჭ-ნაწლავს და ნუ ჰეპატოლოგი ღვიძლს. მე აღარ გავჩერდები იქ ჰეპატიტებზე და ღვიძლის პროგრამებზე და ძალიან დიდი ძვრები მოხდა ამ ხრივ და დიდი მადლობა ჩვენ საქართველოს მთავრობას ამისათვის. მაგრამ რაც შეეხება კვებას თვითონ ქართველებს ისტორიულად ათადან და ბაბადან უგემრიელესი საჭმელები გვაქვს და რაც უფრო გემრიელი, უფრო მავნებელი. მაგრამ ქართველებმა შეიმუშავეს გარკვეული წესი ამ საკვების მიღებისა თავის აი მაგალითად ავიღოთ საცივი. საცივი არის ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი მძიმე, მავნებელი არა, მძიმე საკვები და ამიტომაც მე მგონი უმეტესწილად. ეხლა ზოგი ოჯახები მე ვიცი რომ ხშირად აკეთებენ. საცივი მაინც ახალწლო კერძია, ხო მოგეხსენებათ. კიდევ ერთი მინუსი რაც ქართველებს გვაქვს, ეს არის ეგრეთ წოდებული ნამცეცობა. ნამცეცობა ეს მეორე დღეს რომ არიქა ფუჭდება საჭმელიო და ახლობლები რომ შეიკრიბებიან და ანადგურებენ დბაში. გადაბმული кейფი, რამდენიმე დღე. თქვენ რო იცოდეთ, პახმელიას რო ეძახიან, ანუ აბსტინენციური სინდრომი, ცუდად ყოფნა მეორე დღეს, მარტო ღვინით არ არის გამოწვეული. იმ დიდი რაოდენობით შერეული საკვებით არის გამოწვეული. აი, უცხოეთში ყოფილხართ და სუფრაზე რომ მოხვდებით რესტორანში განსაკუთრებით, იქ მოაქვთ მხოლოდ ერთი ასე ვთქვათ, ძირითადი, ასე ვთქვათ, მენიუდან საკვები და იქ არ არის, რომ აი ეს ეწყოს სართულებად საჭმელი. მე ძალიან დიდი კვლევები მიმდინარეობს სხვათა შორის ყველგან. მე აღარ ვამბობ, ხა ზოგიერთი ადამიანი უცხოეთში დადის აი ესე სიით, რამდენი კალორია შეიცავს, რა როგორ და ასე შემდეგ. და აღმოჩნდა, რომ აი მეც ხა ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ მე ამ წესებს ვიცავ, იმიტომ რომ მეც ქართველი ვარ და მე ჩვეულებრივად ცხოვრობ. თუმცა სულ გადარბენებზე და რაც მოვასწრებ იმას ვჭამ ხოლმე, მაგრამ ცუდი ის აი მაგალითად პური და ხორცი ერთად არ არის კარგი.
არ არის კარგი ზოგმა იცის აი ბევრმა არც იცის და ჩემ პაციენტებსაც სულ ამას ვეუბნები რომ აი მშია და არ შევჭამ საჭმელს ვაშხს შევჭამ ხილს შევჭამ არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება რატომ იმიტომ რომ ხილი აძლიერებს პერისტალტიკას და მშიერ კუჭში სადაც გამოდის ეს მჟავა ის ვაშლი კიდევ უმატ იმას თავის მჟავა აქვს და ეს ქმნის პირველ ასე ვთქვათ საწყის საფუძვლებს იმისას რომ გამთარდეს წყლოვანი დაავადება მე აღარ ვამბობ იმას ყველაზე დიდი უბედურება რაც შეიძლება მოეფიქრებინა 20-20 და 21 საუკუნეს ეს არის ტრაფიკების ობიექტები მე არ ვარ წინააღმდეგი ასეთი ობიექტების არსებობისა ზოგადად მაგრამ ის რომ აი დადექით ცოტა ხანი მანქანით ვიყავ გაჩერებული მაკდონალდსთან და ვხედავ როგორ მოყავს დედებს სკოლიდან ბავშვები რომ საჭმელი არ გაუკეთოს სახლში და აჭმობს ამ მაკდონალდს ну გავიწყდებათ რომ მაკდონალდსი ეს დავანებოთ ის როგორ კეთდება ეს ამის ჩემი საქმე არ არის მაგრამ ლაპარაკია იმაზე რომ ადამიანმა ყოველ დღე უნდა ისადილოს და პირველით დაიწყოს და არა მშრალი საკვებით პირველი ანუ წვნიანი და წვნიანი კიდევ ერთი მომენტი წვნიანის არ უნდა იყოს ძალიან ცხიმიანი არ უნდა იყოს ყოველ დღე ნახარში ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ყველას გონია რომ ბულიონი არა ბატონო და კიდევ ერთი საერთოდ ქართველებსაც გვაქვს ალბათ საზღვარგარეთ არ ვიცი როგორ არის მაგრამ ყველას უყვარს ლოყებიანი ბავშვები უნდა ბევრი ჭამოს ბავშვმა არ უნდა მაინც აძალებენ აი ახლა თანამედროვე ასე ვთქვათ პედიატრიაში არის ესეთი მიმართულება გაიღვიძა უნდა ჭამა მაშინ აჭმა და გინდა თუ არა 2 საათში უნდა ჭამოს ეს აღარ არის იცით და აღმოჩნდა რომ თვითონ ჩემი შვილებმა თვითონ დაირეგულირეს ხო რეგულაცია ხდება როცა უყვები ხოლმე ვიღაცას რომ აიცით 8 საათზე იღვიძებდა დილად იძინებდა თქვა 12-ზე თუ 11-ზე მანამდე იკვებებოდა და მთელი ღამე ეძინათ ორივეს იმიტომ რომ აი ეს დავარეგულირეთ ჩვენ არ ვაძლევდით ძალით ასე ვთქვათ ეხლა საინტერესო რა არის თქვათ აი პატარა ბავშვებს თქვათ 1-დან 3 წლამდე 4 წლამდე თვითონ უნდა მოგთხოვოს თქვათ არა 1-დან 4 წელი უკვე დიდი ახლა ლაპარაკი სრულიად ჩვილ ბავშვებზე მე მეორე მომენტი ახლა ფლათ ეგრეც არ არის რომ არ თხოვლობს და არ აჭამო იქ უკვე წონის კორეგირებაც უნდა მოხდეს რა თქმა უნდა ძალიან ხშირად ბავშვებს არ ყოფნის დედის რძე და აუცილებლად ეს უკვე წონის კორეგირების შემთხვევაში ხდება მაგრამ თუ იმატებს ბავშვი ისე როგორც წესია ხო აი მაგის მომენტია და იკვებება როგორც უნდა კი ბატონო მაგრამ ეხა უკვე 1 წლიდან კი არა და ცოტა ადრე უკვე დანამატები ხდება ჩვეულებრივ საჭმელსაც ვამატებთ იქ ხილის ფაფები და ასე შემდეგ მაგრამ ყველას მინდა უთხრა რომ კუჭნაწლავის ჩამოყალიბება როგორც ურთულესი სისტემისა არ ხდება 70 წლის ასაკში. ეს ხდება ბავშვებში. როგორც დედა გაზრდის შვილს, როგორც ადამიანს, ასევე მის კუჭნაწლავს. ნუ სხვას არ ვეხები, ხო? განსაკუთრებით ამ დროს ხდება იმ მიკროფლორის ჩამოყალიბება, იმ იმუნური სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც შემდგომში უკვე მის ძლიერებას, ფიზიკურ ძლიერებაზე ლაპარაკი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ძლიერებისათვის. ბედნიერები, საუზმის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე უნდა დაგეკითხოთ. იმიტომ რომ ხო არის ესეთ განსხვავებული ლეგენდები. დიახ. ძალიან მარტივად შეიძლება ამისი გადაწყვეტა. უმეტესობა ჩემი პაციენტებისა დილას არ ჭამს. რომ მოვლენ ხოლმე, ხო? აი პრობლემები მაქვს და იმ წუთას ამბობიცით ვერ ვასწრებ დილას ჭამას. ზოგი ბავშვობიდან არ ჭამ. მესმის რომ ძალიან ძნელია ზოგჯერ 7 საათზე უნდა ადგე და მიირთვა, მაგრამ აქ არ არის ლაპარაკი ისადილო დილას. აქ არის ლაპარაკი იმაზე მინიმალური რაოდენობა საკვებს და კიდევ ერთი თხოვნა. ყოველთვის ეცადეთ საკვებს არ დააყოლოთ ცივი წყალი. მე აღარ ვამბობ იმ გაზიანზე და ქიმიურად დამუშავებულ სასმელებზე, რომელიც ფულსაც ათეთრებს თურმე, კარგი გაგებით. ძველ ფულს. აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ უნდა დააყოლოთ. აი ჩვენი წინაპრები ყოველთვის ბებიები ყოველთვის აყოლებდნენ ცხელ ჩაის. ხო იმისია. ასევე დილით მცირე ბუტერბროდი, ცხელი ჩაი. დილას ძალიან სუსტია ორგანიზმი. ჩვენ ყველას არ აქვს ფუფუნება ალბათ, ყველას არ აქვს რომ მანქანით იმოძრაოს, ხო, საკუთარი მანქანით და ზოგჯერ პირიქით ჯობია მეტროში ჩახვიდე, ვიდრე იმ საცობებში მოხდე. და ამ დროს უამრავ ადამიანთან შეხვედრა შეიძლება იქ ვიღაც გაციებულია, ვიღაცა მატარებელია ინფექციის და ადამიანი დასნევა, იმიტომ რომ მშიერია და დასუსტებულია ორგანიზმის იმუნიტეტი იმ პერიოდში. ჩვენი რგველოდება ბატონო ირაკლი, ალო.
დილონ შვიდობის შემოძვირფასებობს სტუმარს მასპინძელს როგორ არ შემიძლია წყალტუბოდან არ შეგეხმიანო და ჩვენი საგანძურის ხელმწიფეს ჩვენს ბატონ ივანე ჯაფარიძეს წყალტუბოელების სახელით არ მიულოცოთ დღევანდელი დაბადების დღე და ჯანმრთელობა ხანგრძლივი სიცოცხლე სიხარული და ყველაფერი საუკეთესო არ უსურვო მსმენელებთან და კეთილის მსურველებთან იცოცხლეთ ქალბატონელა და თქვენ ხომ ხარ და ჩემო მე კიდე ასევე მინდა ამ ხაზის რადიოთი თქვენ დიდებულ სტუმარს ჩვენს კოლეგას ვეთანხმები ყველაფერში ჩვენო ძვირფასო დიდებულო სტუმარო ბატონო ვახტანგ ხوارმე ირაკლი დიახ მე თვითონ ოჯახში ვარ გაზრდილი დამსახურებული ექიმის ვარლამ ქაროსანიძის ოჯახში და ორი შვილი უფროსი და უმცროსი ექიმები ვართ მე პედიატრი და უმცროსი ვაჟიშვილი კიდე ყაზანის ინსტიტუტი დაამთავრა და კანის და მეცნიერების ექიმია და რა უნდა გითხრათ იცით თქვენ როგორ კარგად აღნიშნეთ რომ როგორი რთული და როგორი პროფესია გაქვთ მამასთან ჩვენ ერთად არასდროს არ გაგვილია ერთხელ წავედით ერთად კინოში დედა მამა შვილები და შუა კინო გააჩერეს ბატონო და არიქა ვარლამ ქაროზაინძე გამოგვიგზავნეთ სასწრაფო და ამ შუა კინოში ყველა კინო შეწყდა წყალტუბოში და მამა წაიყვანეს ასე რომ თქვენ მართალი ხარ დღე და ღამე ექიმებს ძალიან რთული პროფესია ძალიან სამაგალითო და ძალიან არაჩვეულებრივი პროფესია მიყვარს ადამიანი უნდა გიყვარდე და პროფესია უნდა გიყვარდე და გაითიშა ძალიან დიდი მადლობა გაბატონო ელადა რომ დაგვიკავშირდით ჩვენ პროფესიული ნიშნით მართლაც საყურადღებო მინიშნებებს ვაძლევთ ჩვენს მსმენელს და გადაცემის დასრულებამდე კიდევ გვექნება ამის საშუალება თუმცა ის თემა რომ განვაგრძოთ თქვენს ბრძანეთ ოჯახს ძალიან მოვწყდით და თქვენ შვილებს აქვთ პროტესტი იცით რა არის რაღაც პერიოდში მეუღლეს ჰქონდა ჯერ პროტესტი მაგრამ თავიდანვე ასე ვთქვათ მიხვდა სადაც შეყო თავი ასე ვთქვათ და როდესაც იცით რა არის შვილებსაც ასწავლა თქვენთან ურთიერთ ხო იმიტომ რომ ორივე ჩემი ბიჭი მობილური გოლოდებიან გაცავთ მე გავაგრძელოთ ისმენთ ეთერში ხართ ალო მოგესალმებით ეთერში ხართ კითხვა მაქვს ასეთი ძალიან ბატონო ბავშვები დილის სკოლაში ერთი და იგივე საჭმელს ჭამენ აი მაგალითად ერთ ტიპარს ხაჭაპური მეორეს ლობიანი აი შეიძლება ასეთი ყოველდღე ერთი და იგივე ხო არ ავნებს ასეთი ანუ ბრძანებთ საუზმეს დილით მიირთმევენ ამას ხომ სკოლაში წასვლა დილით ხო მოგახსენე ძალიან ცუდ რაღაცას ვიტყვი ახლა იმიტომ რომ თვითონ ლობიანი აი ესეთი კლასიკური ლობიანი განსაკუთრებით იმიტომ რომ ეს ღორის კონზე გეტდება ხომ ძალიან გემრიელია მაგრამ არ არის ეს არც ხაჭაპურს კიდე არა უშავს მაგრამ საერთოდ ცომიანი სხვარი პური სხვა არის ხაჭაპური უფრო ცხლად უნდა მიირთვას ადამიანმა უფრო ხშირად ხო იქ არის უფრო აი მაგალითად პურს მე ყოველთვის ურჩევ რომ წინადღის პური მიირთვას ადამიანმა იმიტომ რომ საფუ არის რაოდენობა ეს ხო მიკრობებია რომელიც აფუებს ცომს ხო და მეორე დღეს უკვე აი ამიტომ არის დიეტური პური ან ორცხობილა სუხარს რო ვეწარით ორცხობილა ზოგს ნამცხვარი გონია არა ორცხობილა ეს არის გახუხული პური თუნდაც ხო აი ეს უნდა მიიღონ და აუცილებლად ჩაი დააყოლონ მე კიდევ ერთხელ ცხელი ჩაი დააყოლონ მაგრამ ესე ლობიანს მე არ ურჩევ ყოველდღე ჭამოს ადამიანმა მადლობა კიდევ ერთი მსმენელი ალო გისმენთ ეთერში ხართ მოგესალმებით თუ გესმით ჩვენი ხმა გისმენთ ეთერში ბრძანდებით გადმოგვირეკავს ალბათ მსმენელი 240-91-92 ან 240-92-92 დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბატონი ირაკლი მახარაძე ხმალაზე უკაცრავად და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს როცა თქვენი სურვილი იქნება დაგვირეკოთ და შეგვეხმიანოთ და საუბრობდით სპეციფიკაზე კვების ძალიან საყურადღებო. მოდი ხა გადავინაცვლოთ. ესე იგი მე არ თქვენ არ გიპასუხეთ ბოლომდე იმ დილის საკვებზე. რა თქმა უნდა საუზმე აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია იყოს კვება ჯერადი. აი გაიხსენეთ თუ თქვენ ახალგაზრდა ბრძანდებით და შეიძლება არ გახსოვდეთ სანატორიუმებში როგორ იყო, ხო?
პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე კვება. 4 აი ლიკანში მაგალითად ეს სპეციალური სამხარი ავწევთ. ლანჩი ჩვენ ვეძახით სამხარს პრაქტიკულად. სამხარს ქვია ლანჩი და პირველ საათზე. ანუ აი მაგალითად საღამოს უკვე 10 საათზე არაფერი აღარ იყო ხოლმე გამოქონდათ ხოლმე ერთი ჭიქა რა ქვია კეფირს რო ვეძახით კეფირი ხო? ანუ ადამიანმა უნდა ჭამოს 8 საათამდე. 8 საათის მერე პრაქტიკულად არ უნდა მიიღოს პური, არ უნდა მიიღოს ხორცი. აი კეფირი და ასეთი რაღაცა თუ ძალიან მოშედობა შეიძლება ჰერკულესის ფაფად ხელი მიიღოს. და რაღაც ყველაზე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მნიშვნელოვანი ეს არის წვნიანი. წვნიანი, ცხელი წვნიანი, რომელიც დაეხმარება კუჭ-ნაწლავს მოქმედებაში, მონელებაში, იმიტომ რომ ეს არის აი როგორც ადამიანთა ცხოვრება, ხო? აი საზოგადოება არსებობს ასეთი ბიოცენოზია ჩვენს კუჭ-ნაწლავში. იქ არის ზარმაცი მიკრობები, იქ არის დღეს კაი ხასიათზე როა და ხვალწუთ ხასიათზე და ტერორისტი რო ხდება. იქ არის სუფთა ტერორისტი მიკრობები და იქ არის მშრომელი, გამრჯე, მუშა, ასე ვთქვათ, ბაქტერიები. სწორედ ჩვენ თუ არ დავეხმარეთ, მათ ჩვენ იცით რა არის, უნდა შევეგუოთ იმას, რომ არსებობს კვება და არსებობს ჭამა. ეს სრულიად განსხვავებული ცნებებია. კვება ეს არის სწორად დამზადებული საკვების სწორი მიღება, დროული მიღება, სწორი დაღეჭვაც კი. აი კბილები თუ არ აქვს ადამიანს, იმას ყოველთვის კუჭ-ნაწლავის პრობლემა ექნება. შემდგომ სწორი მონელება და სწორი შეთვისება, რომელიც არ მოხდება თუ ეს მიკროფლორა არ არის სწორად განვითარებული. და სწორედ ის დისბაქტერიოზი, რომელიც ყველასთვის ცნობილია სიტყვა და ახლა დისბიოს ეძახიან თანამედროვე ექიმები, ხო? აი ეს თუ არსებობს დისბიოზი, რომელიც შედეგი ეს არ არის დაავადება, ეს არის შედეგი რაღაცის, ხო? აი მაშინ ადამიანი შეიძლება ძალიან მსუქანი იყოს, ძალიან გამხდარი იყოს. აი ყველას გონია რომ სიმსუქნე ყოველთვის ენდოკრინულ სისტემას უკავშირდება, არა ბატონო. როდესაც ადამიანს აქვს ქრონიკული ანთება კუჭ-ნაწლავის, ორგანიზმი ინელებს იმას, რაც ადვილია და ეს ადვილი არის რა, შაქარი და ცხიმი. მაგრამ თუ და ცილას ვერინებს. ამიტომ ასეთი ადამიანი შეიძლება მსუქანი იყოს და ძალიან დაბალი იმუნიტეტი ჰქონდეს ამის გამო. კიდევ ველოდებიან სვენელები? გისმენთ ეთერში ხართ? გამარჯობა. მოგესალმებით. მე დაავადებული ვარ კუჭის წყლულით, 12 გოჯაზე წყლულით და საერთოდაც გასტროსკოპის დროს ეროზიას მიწერა ხოლმე. აი რა კატეგორიულად არ უნდა შევჭამო ან კვების შესახებ ვთქვათ. კი ბატონო. მოგესალმებით ხალბატონო და გეტყვით რომ ჯერ ერთი უნდა მოერჩინოთ წყლული. აქედან დავიწყოთ. სირცხვილია 21 საუკუნეში ადამიანმა იძახოს რომ წყლული მაგ და ვერ რჩები. იმიტომ რომ ისეთი პრეპარატები არსებობს სწორი რეჟიმის მაგალითად 2 თვე ნახევარში წყლს ვაქრობ სრულიად. თუ დამიჯერა პაციენტმა და რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა თუ არ არის. ხა რაც ეხება ეროზიასა და წყლუს შორის განსხვავება. ეროზია არის იგივე წყლული, ოღონდ 5 მმ-მდე არის ეროზია, 5 მმ-ის ზევით არის წყლული. ამიტომ ერთმა პაციენტმა მითხრა მე ერთ-ერთი ჩემი სამსახური არის სამშობიარო და ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა, მშვენიერი, კარგი გოგონა და მეუბნა იცით რა ისიც გაითვალისწინეთ რომ ოდნავ ფეხძიმეთ ვარ. ხო პატარა მუცელი ქონდა და იფიქრა რომ ოდნავ ფეხძიმეთ იყო. ხო, ასე რომ ოდნავ წყლული არ არსებობს, უბრალოდ ეროზიას დავარქმევთ. ამიტომ კვება, მაშინ მაინც ვეტყვი რომ არ გულდაწყვეტილი არ დამრჩეს ქალბატონი, პირველ რიგში უნდა ამოვიღოთ უმი, ხილი და ბოსტნეული. და მოხარშულიც არ შეიძლება ლობიო, კომბოსტო, პამიდორი, ბადრიჯანი. და სოიო და ბარდა, ანუ სპარკოსნები განსაკუთრებით. პირველ რიგში უნდა ამოვიღოთ შემწვარი მოხრაკული, დახარში, ცხიმიანი. და კიდევ ერთი კუჭ-ნაწლავი არ არის ცალკე კუჭი, ცალკე 12 გოჯა, ცალკე ნაწლავი. ეს არის სისტემა, ამიტომ შესაბამისად უნდა ამოვიღოთ ძლიერ ცხიმიანი საკვები. უნდა ამოვიღოთ ნავლის ბუშტის გამღიზიანებელი საკვები, როგორც არის ცხიმი პირველ რიგში და შემწვარი, ხო? და თუ და აუცილებლად ყოველდღე ასევე წვნიანი, ოღონდ ტყუილის სუპს რო ვეძახით, პოსტნის სუპს მაიციან ხოლმე. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჯერადი კვება, ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად. და კიდევ ერთ შევასმეთ, რომ ჭამის წინ 15 წუთით ადრე ერთი ჭიქა მინერალური წყალი. რეკლამას არ გაუწევ არც ერთს. კი ბატონო, კიდევ გველოდება მსმენელი, ალო. მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონო მონო, გილოცავთ, მრავალ და ეს არის ჯანმრთელობა, იქნებოდეთ ოჯახთან ერთად. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მოგესალმები ვახტანგ ხმალაძეს. ბატონო, ვახტანგ. ვახტანგი არა, ირაკლი ხმალაძე. ირაკლი ბოდიში. ხანგვარი შევიცვალოთ განსაკუთრებით. სტალინი დიდ სამამულო ომის დროს არ აძლევდა საკვებს, როცა საომრად გადიოდნენ. რატო? ეს ერთი შეკითხვა და მეორე ხორცთან ახსენეთ რომ პური არ უნდა მივიღოთ, მაგრამ
მე დიღმელი ვარ, იმდენი ხაშლამის ჭამა უწევს ხალხსა. ხალხი გიგაძროხებს ვეღარ უყურებს თვალებში. აი ხარ. არა, მე არ მithქვამს, რომ არ მიირთვათ, უბრალოდ რაოდენობას გააჩნია. და ეხლა მეორე მომენტი, არის ესეთი გამოთქმა, ბაბილონი მშიერმა მონებმა ააშენესო. ეს აბსოლუტურად გამართლებული იყო. თლად შეერც არ ვარგოდა ალბათ, მაგრამ მაძღარი მონისა და მაძღარი მებრძოლის რა მოგახსენოთ. იმიტომ რომ მთელი სისხლი ამ დროს მიედინება კუჭისკენ რომ მოინელოს საკვები და ხელებში, ასე ვთქვათ, და კუნთოვან სისტემას იგი აღარ მიეწოდება და შესაბამისად ხდებოდა გადაღლა ამ მეომრებისა და პრობლემები შექმნა ფიზიკური თვალსაზრისით. აი ამის გამო ალბათ ეს ჩემი აზრი ალბათ სწორიც არის. კი ბატონო, ორი მსმენელი ყავს კიდევ ალო. ალო? ისეთ ეთერში ხართ? დილამშვიდობისა, მოგესალმებით ორივე მასპინძლებსაც და სტუმარსაც. ბატონო, გილოცავთ დაბადების დღეს, დაგასწროს და დიდხანს გესმოდეს თქვენი ხმა და დიდხანს აკეთეთ ესეთი არაჩვეულებრივი გადაცემები ერთთან ერთად. და სტუმართან მაქვს შეკითხვა, ბატონო ირაკლი ექიმთან. მე ვსვამ ყოველდილით მედროლს ნაბეღლავთან და ეს ეჯობია რომ დავლიოთ წყალთან ერთად უკეთესია, თუ შეიძლება რომ მიპასუხოთ. დიდი მადლობა. კი ბატონო, საერთოდ შევეჩვიოთ იმას, რომ მინერალურ წყალთან არაფერი არ უნდა დავლიოთ. ჩვენ არ ვიცით შემადგენლობა პრეპარატის, უпроსტად შემადგენლობა ვიცით, მაგრამ რა რეაქცია იქნება. ლიკანი და ბორჯომი და ასეთი მინერალური წყლები უნდა დალიოთ ჯანმრთელმა ადამიანებმა ჭამის წინ 20 წუთით ადრე ვთქვათ, თუ მანდა მაინც გინდა თუ მაღალი მჟავენება. მედროლს ალბათ ქრონიკული დაავადება რაღაც, ან ალერგიული ფონია ძლიერი და მე არ გირჩევთ დიდი ხანი მედროლის ესე უპრაგონოდ დალევა. აუცილებლად უნდა მიმართოთ ალერგოლოგს ან იმ სპეციალისტს, რომელსაც თქვენ მიმართეთ ადრე და არ გირჩევთ საერთოდ მომავალშიც რამე პრეპარატი დალიოთ, მიაყოლოთ ასე ვთქვათ ბორჯომი და სხვა სასმელები. ლიმონათიც კი. მადლობა. კიდევ ერთი მსმენელი, ალო? ალო? დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. დიდი პატივისცემით სუმარ მასპინძელს ბატონო გილოცავთ დაბადების დღეს ყოველდღე საუკეთესოს გისურვებთ. დიდი მადლობა. ჯანმრთელობა. სიკეთე ღვთისმშობლობა არ მოგაგონდეთ. ბატონო ირაკლი, აი ესეთ შეკითხვა მაქვს თქვენთან. იცით რა, ადრე მქონდა მჟავიანობა, მაგრამ ეხლა ნამდვილად არ მაქვს ისეთი აი გამოხატული, არა, მაგრამ ხანდახან აი რო იციან ხოლმე თქვა, აი მუხეში ნათქვამი ბოყინიო. აი ეს იცით რა მაინტერესებს ყოველდღიურად შევ ხოლმე ნადგამ წყალს, აი უბრალოდ ონკანის წყალს და ხომ არ ჯობია ნადგამი მინერალური წყალი მივიღო. აი ეს მაინტერესებს. დიდი მადლობა. კი ბატონო. საერთოდ ჩვენ ქართველებმა არ ვიცით მინერალური წყლის დალევა. ძალიან ხშირად სუფრაზე შემიმჩნევია, რომ მიირთმევენ საკვებს და აყოლებენ ლიმონადს არ დავლევეს, არ ვარგა და აყოლებენ მინერალურ წყალს. გაითვალისწინეთ ყოველთვის, რომ მინერალური წყალი ეს არის გამონეიტრალებელი კუჭის მჟავისა, შესაბამისად მონელების პროცესის დარღვევის ერთ-ერთ ფაქტორად შეიძლება მოგვავლინოს. ხა რაც შეეხება ქალბატონის კითხვას, მე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ მიმაჩნია, რომ თუ ადამიანს არაფერი არ აწუხებს და წამლების დალევა არ უწევს, მინერალური წყალი უნდა დაილიოს გაზგასული ოთახის ტემპერატურის ჭამამდე 20 წუთით ადრე. ეს იცით რამხელა თემა ვერ წარმოადგენ ცალკე სპეციალისტ ებიც კი არსებობენ, მე მაგათ იჟოგის ექიმებს ვეძახი. ეს არის რეფლუქსოლოგები, გერმანიაში ესეთი დარგი უკვე შეიქმნა და უშუალოდ რეფლუქსის პრობლემებს, ანუ უკან ამოსროლა რო და იჟოგას რასაც ეძახის ჩვენი მოსახლეობა ხშირად. აი უკან ამოსროლა როცა ხდება მონდელებული ესა მოსანელებლად ჩასული საკვებისა და მასთან ერთად მჟავისა და ეს ძალიან საშიშია თქვენ რო იცოდეთ. ძალიან ბევრი ადამიანი ზოგჯერ იღუპება, ბევრი არა, მაგრამ არის ასეთი შემთხვევები, იღუპება ღამე კეიფის შემდეგ თრალი, როდესაც მიდის ახალგაზრდები განსაკუთრებით და თუ მათ ეს რეფლუქსი აწუხებთ, ხო, ძილვის დროს შეიძლება ამოსროლა მოხდეს ამისი და ასპირაცია, ანუ დახშობა სასუნთქი გზებისა. იყო ასეთი ექიმიც კი დაიღუპა სამწუხაროდ, ხა გვარს არ დავასახელებ. ამის გამო და ყველაზე კარგი გამოსავალი ამ დროს ასპირაციული პნევმონია, ანუ ფილტვებისგან, რომელიც საშინლად მძიმედ მიდის. ამიტომ ეს საფრთხილო ამბავი და უნდა უფრთხილდეთ. ბატონო ირაკლი, რადგან წყალსა და მინერალურ წყალზე ამდენი კითხვა შემოვიდა, ერთიც მინდა დავაზუსტოთ თქვენთან ბოლო პერიოდში ეგრეთ წოდებული წყლის დიეტა რომ ვრცელდება თბილისში, სამედიცინო
თვალსაზრისით რამდენად მართებულია მსგავსი სტრუქტურა და უშუალოდ კვებამდე ნახევარი საათი ტაძრი და კვებიდან 2 საათი რომ არ უნდა დალია წყალი. აი რამდენად შესაბამისობაშია? იცით როგორი მომენტი ხა ჭამის შემდეგ მე გითხარით რომ ძალიან კარგი იქნება ცხელი ჩაის დალევა. იყოს მწვანე კი ბატონო, არ არის პრობლემა და რაც შეეხება წყლის მიყოლებას ამბობენ რომ წყალი ასე ვთქვათ აჯირჯვებს საკვებს და უფრო კარგად ხდებაო მისი მონელებაო და შეთვისება და ამიტომ ვსუქთებით. არა ბატონო, ეს აბსურდია. წყლის დალევა უნდა მოხდეს ჭამამდე, კიდევ როგორც მინერალური სასაჩვეულოური ჭამამდე 15-20 წუთით ადრე და ჭამის შემდეგ გავიდეს 1.5 საათი და ახლა თუ მოგინდა წყალი უნდა მიირთვათ. მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ ადამიანს აქვს პრობლემები კუჭ-ნაწლავთან, ხო? უნდა ვეცადოთ, რომ ცივი წყალი არ დალიოს ჭამის შემდეგ. იმიტომ რომ ცივი წყალი, როგორც აღმოჩნდა კვლევებით, ამერიკული კვლევებით, აქტივებს პერისტალტიკას. რამდენიც უცნაური არ უნდა იყოს და უფრო სწრაფად ხდება კუჭიდან გადასროლა 12 გოჯაში საკვების და ის არის მოუნელებელი საკვები, რომელიც თვითონ აზიანებს მე 12 გოჯას და ქმნის პრობლემებს და ამიტომ ყინულიანი წყალი კატეგორიულად დაუშვებელია ჭამის შემდეგ. კი ბატონო, კიდევ გველოდები ამ მსმენელები, ალო? გამარჯობათ. გამარჯობა ბატონო. მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონებო, უკაცრავად კი ვარ რომ ტელეფონის შეკითხვები მაქვს, მაგრამ ეკიპთან ვიყავ კუჭ-ნაწლავის 1 წელია რაც უკაცრავად აირები მიგროვდება და რას მერჩევდი? კი ბატონო, მე გეტყვით რაში. ნუ უკაცრავად ტელეფონს. არაფერი საუკაცროა აქ არის, რადგან გახლავართ გასტროენტეროლოგი. აირების დაგროვება ეს უკვე სიმპტომია, ეს არის ნიშანი იმისა, რომ პრობლემაა. ეს არის ანთება, კუჭ-ნაწლავში მიმდინარე ანთება და მონელების პროცესის დარღვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხდება გოგირწყალბადის გამოყოფა. გოგირწყალბადი არის აირი, რომელიც გიბერავთ ნაწლავებს და გტკივათ შემდგომ მუცელი და ზოგჯერ გამოყოფაც ხდება. ბოყინიც იგივეა. აირების დაგროვება ეს უკვე ნიშნავს არასწორ მონელებას. არასწორი მონელება კი მიუთითებს იმაზე, რომ ანთებითი პროცესია და ეს უმეტესწილად არის ქრონიკულად მიმდინარე ანთება და სწორი მკურნალობის შესაბამისად ხდება მისი კუპირება. ანუ ადამიანი აი ძალიან ხშირად გამიგე ეს არ მორჩება და ეს დარჩება. შეკრულობა ეს არის ძალიან დიდი პრობლემა საქართველოში. ვერ წარმოიდგენთ 3-4 წლის ბავშვი არა, ზოგი 6 თვის, ზოგი ძალიან პატარები მოყავთ დედებს და კვირაში ერთხელ გადის ადამიანი ხოლმე ასე ვთქვათ კუჭი და ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ იწამლება ორგანიზმი. ამასთან უბრალო ესე ზოგადი ზერელი დამოკიდებულება არ შეიძლება, ამას აუცილებლად სპეციალისტი ჭირდება, იმიტომ რომ ეს თუ დროზე არ მოწესრიგდა მე შეიძლება საოპერაციოც კი გახდეს ასეთი პაციენტი. კიდევ ერთი მსმენელი და პრაქტიკულად დავასრულოთ უკვე მსმენელის ზარების მიღება. ალო? ალო, მოგესალმებით. მოგესალმებით. მაინტერესებს გაკეთებული მაქვს ქოლეცისტექტომია ლაპარასკოპული მეთოდით 2 წლის წინ. და აკრძალული მაქვს ქრონიკული რეფლუქსი და ამ დროს გასტროდუოდენიტიც ეზოფაგიტის რეფლუქს გასტროდუოდენიტი მჟავიანობა, ამიტომ რა კი რეფლუქსია ქვედა ნაწილში კუჭის პილორულ ნაწილში მაქვს დაბალი, იმიტომ რომ ხდება ამოსროლა და საერთოდ აკრძალული მაქვს ქრონიკული პანკრეატიტი მაქვს და აკრძალული მაქვს ყველანაირი ცხიმი. ალბათო, მე მინდა უკაცრავად გაწყვეტინებთ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. დატოვეთ თქვენი ტელეფონის ნომერი ჩვენი ხმის რეჟისორთან, შესაბამისად ბატონი ირაკლი ეთერიდან რომ გამბრძანდება, გეტყვით როგორ უნდა მოიქცეთ უფრო დაწვრილებით, იმიტომ რომ ახლა ერთგვარად დროც მინდა დაბზოგო, შესაბამისად აღარ გვრჩება საიმისოდ რომ საფუძვლიანად თქვენ გკითხავთ
გვაქვს უპასუხოთ. ამდენად უყურადღებოდ არ დაგტოვებთ შეგეხმიანებით და ბატონი რაკლის მინდა ვთხოვო, რადგან ჩვენ დღევანდელი გადაცემა ისეთი კარგი ამბით დავიწყეთ. თქვენ კარგად ხედავთ, რომ ორი ინსტრუმენტი გვაქვს სტუდიაში. გნებავთ როიალთან მიფრთანდით, გნებავთ პეტროფის პიანინოს და მე როიალს ვარ შეჭრილი, ჩემი ოჯახიდან გამომდინარე. მე ერთს ვიტყოდი, ვისაც აინტერესებს, თქვა ჩემთან კონსულტაცია და ასე შემდეგ ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ, ჩემი გვარი და სახელი აკრიფოთ. მე ყველას აბსოლუტურად შესაბამისად შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარები. ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. და მე მინდა ორი სიტყვა ვთქვა, რომ იყო ასეთი კონცერტები, ექიმები არ ხუმრობენ და იქ მეც მომიწია, ასე ვთქვათ, გამოსვლა და მე მინდა ეს მცირე არაპროფესიონალური პოპური, ცნობილი მელოდიებისა, ქართული და უცხოური, კვინო მუსიკაც და ასე შემდეგ, მიუძღვნა დღევანდელ ჩვენს სასიკადულო მამულიშვილსა და იუბილარს. ძალიან დიდი სიყვარულით, არა მხოლოდ ჩემი პირადი სიყვარულით, არამედ მთელი ჩვენი ოჯახის რუდუნებით და მოფერებით ბატონო იხარეთ. იცოცხლეთ დიდხანს, ბედნიერი იყავით და ოჯახში ექიმი მხოლოდ მიანი დაგჭირებოდეთ. იცოცხლე გაიხარეთ, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჩვენს ფენელს, ისიც უნდა უთხრათ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის მოსმენა განმეორებით შეგიძლიათ დღესვე საღამოს 23 საათსა და 10 წუთზე, ისე რომ გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით და მოусმინოთ ახლა ბატონ ირაკლის. რომ მარტო ექიმი რო არ არის, ამაშიც დავწუნდებით ის და მუსიკოსიც არის. გისმენთ.
ხაზის რადიო.